სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის და იმ ბრალდებულებს შეეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდნენ, პროცესს უუნარო გახდნენ და მკურნალობას საჭიროებენ. ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, დღესმოქმედი კანონით თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯამრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება. აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და დასკვნაში აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ იგი სულ მცირე ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს. მომზადებული ცვლილებებით კანონმდებლობაში ახალი ტერმინი პროცესს უუნარო შემოდის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი, ეს არის პროცესს უუნარო პირი. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესს უუნარო, რაც თავის მხრივ არის დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობასთან, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. ხსენებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და ამის საფუძველზე შემდგომ უკვე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, ასეთ შემთხვევაში, რომელშიც არის უზრუნველყოფილი სპეციალური დაცვა და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე. ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, მაშინ აღნიშნული ვადა შეჩერდება. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ან განახლდება შესაბამისად მას შემდეგ, რაც განჩინებაში მითითებული ვადა იქნება ამოწურული, ან ვადის გასვლამდე თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია პროაქტიულად შეიძლება ითქვას თავისი დასკვნით დაადასტურებს პირის პროცესუნარიანობას.